მოგესალმებით. დღეს გვაქვს საჯარო გაშლა. საჯარო გაშლა გვექნება საკითხზე. გააქვთ თუ არა რაიმე ნეგატიური ენერგია, თვალი აღებული, ან რაიმე ნეგატიური თუ ვრცელდება თქვენზე ზემოქმედება. იფიქრეთ თქვენ საკუთარ თავებზე. გვექნება სამი ვერსია, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. პირველი, მეორე, მესამე. შეგიძლიათ რომ ვიდეო დააპაუზოთ და ისე ამოიჩინოთ, მაგრამ ჩვენი ინტუიცია პირველივე წამებში სწორად გვანახობს ხოლმე, ამიტომ ბევრს მოიფიქრებთ. და დავიწყოთ პირველი ვერსია. პირველი ვერსია, ვინც ჩაიფიქრეთ, თქვენზე არის, მე ვიტყოდი, რომ თქვენზე არის თვალი, რომელიც შურიანი ადამიანებისგან არის წამოსული თვალი გაქვთ აღებული, რომელიც ხელს გიშლით ისეთ საკითხებში, რაც ეხება ურთიერთობებს და რაც ეხება ემოციებს. ან მეტად ემოციურს გხდით, მეტად ემოციური ხართ ამ თვალის გამო და თითქოს თქვენ იცით, ვინ არის ის შურიანი ადამიანი, ვინც თქვენზე ასე ვთქვათ, იბოღმება, ცუდად ფიქრობს, ვინც თითქოს გამიზნულად აკეთებს ამ ყველაფერს, თქვენ ის ძალიან კარგად იცით. ვინ არის? ეხლა ვნახოთ მეორე ვერსია. ვინც მეორე ვერსია ჩაიფიქრეთ, თქვენ დიდი ალბათობით ფოთვები გაწუხებთ, შესაძლოა იყოს სიზმრებიც. თქვენზე ნამდვილად არის დესტრუქციული ენერგიები, რაღაც დესტრუქციული ენერგიებია თქვენთან. დესტრუქციული ნიშნავს რაღაც დამანგრეველს ან საზიანოს, უფრო ესე ადაპტირებულად და მარტივად რომ თქვა. ზოგიერთი შემთხვევაში ეს გამოიხატება შიშით, გამოიხატება ზოგიერთი შემთხვევაში ისე რომ დათქმულ მიზნებს და ჩაფიქრებულ კონკრეტულ საკითხებს ვეღარ აღწევთ, ხელს გიშლით შეიძლება განვითარებაში, სწავლაში, ასეთი ენერგიები ვრცელდება თქვენზე და თქვენ ვინც მეორე ვერსია ჩაიფიქრეთ, აუცილებლად პროფესიონალს მიმართეთ, თუ თავად არ შეგიძლიათ რომ საკუთარ თავს დაიხმაროთ ამ საკითხში, მიმართეთ პროფესიონალს, იმიტომ რომ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ დიაგნოსტიკა აუცილებლად ჩაიტაროთ და შემდეგ უკვე იზრუნოთ იმაზე, თუ რა ხერხითა და გზით ებრძოლოთ არსებულ პრობლემებს. და ვინც მესამე ვერსია ჩაიფიქრეთ, ხორცელდება თუ არა თქვენზე რაიმე მაგიური, ნეგატიური ენერგია, ან ზოგადად რაიმე ნეგატიური ენერგია, მაინც მაგიური არ არის აუცილებელი რომ იყოს. თქვენ შემთხვევაში გამოწვეული პრობლემები ნამდვილად არ არის არანაირი მაგიური ზეგავლენის ბრალი. ყოველ შემთხვევაში 98%-ში ალბათ ესეა, იმიტომ რომ უმეტესად ეს არის თქვენი როგორ თქვა, ნერვიულობის ბრალი, ნერვიული სისტემის ბრალი, ხელისშემშლელი ფაქტორებიც ბევრია ნამდვილად. კი, რა თქმა უნდა, თითქმის ყველას გვაქვს თვალი, იმიტომ რომ ყველა ვიღებთ თვალს, იმიტომ რომ არსებობს ადამიანი, ვისაც ესე ვთქვათ, ეს ჭყალებში რო ჩავსვათ, კეთილის მოსურნე არ ყავს, ან ვინმე ვისიც არავის არ შურს, ესეთი ადამიანი, თუ დაუფიქრდებით, არ არსებობს. თუმცა ამ შემთხვევაში თვალი არ არის ძირითადად მიზეზი იმისა, თუ რა პრობლემებიც არის თქვენთან. თქვენ უფრო ნერვიულობთ გარკვეულ კონკურენციაზე, გაქვთ თითქოს მიტოვების შიში. არის, რა თქმა უნდა, პატარა მცირე ნაწილი, ვინც ეს ვერსია ირჩიეთ, რომ შეიძლება რაღაც ხორციელდებოდეს თქვენზე, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილი არის ასეთი. მადლობა, ვინც უყურეთ ჩემს ვიდეოს.
დამიწერეთ აუცილებლად რა საკითხებზე გსურთ შემდეგი საჯარო გაშლა რო ჩავწერო, მოგწონთ თუ არა ჩემი ვიდეოები, ამის მიხედვით ვიმსჯელებ, შემდეგი ვიდეო რაზე ჩავწერო, როგორ ჩავწერო და რა საკითხზე გსურთ საჯარო გაშლა, ისეც რომ გავითვალისწინო.